ყურადღების ცენტრში არის ახლა ხარაგაული სოფელი ხიდარი, სადაც ორ მწყემს ეძებენ. სამძებრო ოპერაციაში ჩართული არიან ადგილობრივები, როგორც პირველებისთვის ხდება ცნობილი, უკვე ერთი კვირა კონტაქტზე ვერ გადიან გრიგოლ ბერაძესთან და ტარიელ ხეცაძესთან. ისინი წყემსები არიან, იყვნენ გასული სოფელ ხიდართან 6-7 კილომეტრის მოშორებით, როგორც ადგილობრივები გვიყვებიან და რამდენიმე დღეა მათთან ვერ ხერხდება დაკავშირება, ვარაუდობენ სოფელში, რომ შესაძლოა მათ დაუჯდათ ტელეფონები, რადგან ამბობენ, რომ ხიდარში მათ ჰქონდათ სახლი, თუმცა არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, შესაბამისად ახლა წყემსები საჭიროებენ დახმარებას ადგილობრივების ინფორმაციით. მათი თქმით, ინფორმაცია აქვს უკვე ადგილობრივ გამგეობას, ითხოვდნენ მოსახლეობა, რომ ვერტფრენით მომხდარიყო მოძებნა სწორედ მწყემსების, თუმცა ადგილობრივმა გამგეობამ განუცხადა მოსახლეობას, რომ ვერტფრენით დაახმარება და სამძებრო ოპერაციაში ჩართვა შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე, რადგან მათ არ ჰქონდათ ვერტფრენი, თუმცა დღეს უკვე ადგილობრივებს აწვდიან ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ დრონით მოხდება მოძებნა წყემსების. ახლა ხარაგაულში შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო რეჟიმზე არიან ადგილობრივები გადასული, რადგან რამდენიმე სოფელი არის გარესამყაროს მოწყვეტილი და ძალიან ბევრ ადამიანს დახმარება ჭირდება. გრიგოლი ბერაძე და ტარიელ ხეცაძე. ორი არიან, ორივეს ჯოგი ყავთ იქ მთაში და დადიოდნენ ხოლმე, კაცო, ესე კი არ იყო, მაგრამ ახლა ძალიან მალე მოთხოვა და ვერ ჩამოვიდე. ერთი კვირა მეტია, არაფერი არ ვიცით, არც როგორ არიან, რაფერიც ბინები კი აქვთ, მაგრამ საჭმელი არ ქონდა ერთს იმდენი, რომ რამდენ ხანს ყოფნოდა. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. ყალავენ, მაგრამ ვერ მიდიან 2 კილომეტრი გავყვალეს 10 ადამიანმა მთელ 2 დღეში. ვერ ყვალავენ. დიდი თოვლია ძალიან. იქ ტელეფონმა რომ დაიჭირო, სხვაგან უნდა ავიდონ სიმაღლეზე და ამ თოვლში ალბათ ვერ ავიდოდნენ და ახლა ტელეფონები დამიდარი ექნება. სოფლის გამგეობა მიიცის ეს ყველაფერი და დარეკეს გუშინ დრონი ის მოითხოვეს, ვერტფრენი, მაგრამ არ არისო და ახლა მგონი დრონით მოდიანო და არ ვიცი რამდენად მართალია. დიდი თოვლია ძალიან დიდი თოვლია. ტრაქტორი მოვიდა და გაფუჭდა და გზა გაუყვალავია. ხალხი ალბათ არის ეს ვირუსებით და გარეთ ვერ გავდივარ. ყველა თითქმის აქ როგორც წერენ ხარაგაულის სოფლები, წყალაფორეთი, ლახუნდარა, ეს ყველა თითქმის გაუყვალავია. იმერეთის პრაქტიკულად ყველა სოფელში იდენტური ვითარება არის. კვირას დაიწყო თოვლი და ამ დრომდე ადგილობრივებს დახმარება არ მიუღიათ, რეკავენ სამაშველო სამსახურებში, თუმცა ძირითად შემთხვევაში მაშველები ვერ ახერხებენ მიღწევას დაზარალებულებთან. ძირითადად როგორც თავად გვიყვებიან, ცენტრალურ გზებს წმენდნენ, თუმცა ჩიხებში არის რთული ვითარება, სოფლებში ამ დრომდე გაუსაძლისი არის მდგომარეობა, უმთავრდებად საკვები, სასწრაფოები ვერ ხერხებენ პაციენტებთან მისვლას. რამდენიმე ოჯახი ახლა ამ წუთებშიც სასწრაფოს დახმარებას ელოდება. ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ოჯახის წევრები სოციალურ ქსელებში მოხალისეებს თხოვენ, რომ დაეხმარონ მათ ნათესავებს. ზოგი საავადმყოფოში არის გადასაყვანი, ზოგს ქრონიკული დაავადებები აქვს, სჭირდებათ მედიკამენტები, რომლებიც უკვე აღარ აქვთ. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ხალხი ახლა ერთმანეთის იმედად არის დარჩენილი. მე ფერსატში ვცხოვრობ, აგერ როკეთის და ფერსატის საზღვარზე ვცხოვრობ. ბდენოლი ხაბულიანი არის, გელხვიძე არის ისა. დახმარება სჭირდება. ის ქალბატონი ჩიხში ცხოვრობს. ხო და უკვე მე რამდენი დღეა მარტოა, ისევ ჯავრობ, მეც მეგობრობ იმ ადამიანთან, ცოტა მოშორებითაა ჩემთან, მაგრამ სასწრაფო რო გამოვიძახო, გზა არ არის რო შემოვიდეს. რო შემეძლოს მე წავიდოდი. საცალფეხო გზა კი, მაგრამ მანქანა ხომ უნდა შევიდეს. არეკილი მაგაფლა 1 საათისთან მითხე მიქედა მუნიციპალიტეტიდან რომ გამოსულია ტრაქტორი და მოვაშენდა რომ თუ არ მელიდა დღეს კიდე და დამწოვეს ისე მე შეგეხმიანებდი. რამდენი დღეა რაც ესე ხართ ქალბატონო? რაც თოვები იყო მისნარევად. მანქანა ვერ მოდის, ეხლა თქვენამდე იმხელა თოვლია? ვერ მოდის, მანქანა თორა ადგილზე არ დავეცებ, ახლა რაც თავს ხედავ, მაგრამ მე აღარ ყოფილა სულ ხალხალი დაიკმარემ ხალხალი და სუდასტები ხანდახან. იმის მეშინია სასწრაფო ვერ შემოსულა თუ გაფერა. დღეს შემპირდნენ ამას გუშინ წინასწავლეკე და მითხრენ რომ რას გავახერხებთო და მაგის გაკეთებული რა თუ მევიდა დღეს კიდე ამჯერავს.
ძიმე ვითარება არის ზესტაფონშიც ხალხი დახმარებას ითხოვს მეორე სვირიდან ვესაუბრეთ პირველები მამაკაც რომელიც ქრონიკული დაავადების მატარებელია ასევე სახლში მას ყავს ხანდაზმული ბებია და გადაადგილებას ის ვერ ახერხებს სახლიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას რეკავენ გამგეობაში 2 დღის წინ როგორც გვაწვდის ინფორმაციას ეს მამაკაცი გამგეობამ გზის სავალი ნაწილის ფრაგმენტები გაწმინდა თუმცა 2 დღეა ძლიერი თოვა არ შეწყვეტილა და ახლაც გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს ტერიტორიაზე ვერ ადიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები უმთავრდებათ საკვები აღარ აქვთ პური აქვთ წყლის პრობლემაც მედიკამენტების პრობლემაც და ახლა სწორედ მოხალისეებისაგან ითხოვენ დახმარებას რომ თუ მოახერხებენ მოხალისეები მიაღწიონ მეორე სვირამდე რადგან იქ არაერთი ადამიანი არის ახლა ჩარჩენილი სოფელში რომელიც ძალიან მძიმე პირობებში იმყოფება 2 დღის უკან გაგვალეს, მაგრამ ნერელედ გაგვალეს და ასვი 9 მეტრო კიდე იდვა თოვლი. ახლა დღეს გუშინ არ გვალია, გუშინ რო გაეყვალა, კიდე შეიძლება დღეს ახლა მოკინა გუშინ და გიტინო არის. ვაფშე 9 მეტრო არის იმაზე, გზაზე დადებული თოვლი. საკვები რა ვიცი, აჭიროება არის, თუ ვინმე გავიდა, კედაობარეთ, რამდენი უნდა მეიტანოს იმანა. პური არ გვაქვს საერთოდ. პური არ არის. მაღაზიაში ვიყავ გასული 2 კილომეტრით არ ჩვენგან დაშორებული არ ქონდა. არ მოდი, ვერ მოდის, ზესტაფონიდან ვერ მოდის მანქანაო. პური არ გვაქვს. გუშინ ეგერ მეზობელი 1-2 კილომეტრიდან რავად გახდა და ბოდიში კიბეზე დაარქვინეს და გადმეიყვანეს სასტრაფო რო ვერ გადავიდა იქ და გადიყვანეს 2 კილომეტრში მტკივით ხალხმა. ახლა კიდე მეზობელი ხალიანები და დაურეკა იმას გამგებელია თუ მოვალეობის შემსრულებელია სვირის და უთხრა რომ ქმარი ყავს საავტომობილო დასახვანიო სხვაზე ვამბობ. და სასწრაფოდ გამოუშვით იზო რა ვქნა თუ არ არისო იქიდან ასეთი პასუხი მესმოდა ახლა ელაპარაკე. დიახ. არ გვაქვს ფიზიკურად არ ყავს ტრაქტორიო და სტიქის ეპიცენტრმა აჭარიდან შეიძლება ითქვას რომ იმერეთში გადმოინაცვლა ხალხი შველას ითხოვს აცხადებენ რომ ბევრი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი 112-ში დარეკვას კი პრაქტიკულად შეიძლება ითქვას რომ აზრი არ აქვს რადგან ადგილობრივი სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები ადგილობრივებს ეუბნებიან რომ არ ყავთ საკმარისი ტექნიკა არ ყავთ ტრაქტორები და ამიტომ ვერ ახერხებენ გზის გაწმენდას ერთმანეთის მიყოლებით სოციალურ ქსელებში იწერება განცხადებები მოქალაქეების რომლებიც ითხოვენ დახმარებას ძირითადად იმერეთიდან ბოლო 1 საათის განმავლობაში 5-მდე განცხადება ვიხილეთ რომ სასწრაფო დახმარება ჭირდებათ ადამიანებს რომლებიც საჭიროებენ ექიმების დახმარებას საავადმყოფოში გადაყვანას ეტაპირებას თუმცა მედიკოსები მათთან მისვლას ვერ ახერხებენ ახლა შეიძლება ითქვას რომ მოხალისეების ჯარი მიემართება იმერეთისკენ იმისთვის რომ თანამ მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ. მადლობა ეს იყო ნანუკა ქაჯაია.